მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით ვნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის, აი ამ უმშვენიერესი დასტებით, ორაკულებით. კარგად შეხედეთ ორივე ვარიანტს, იმედი მაქვს ორივე კარგად ჩანს. პირველი ვარიანტი გვაქვს მწვანე ფლორიტი და მეორე ვარიანტი გვაქვს როდონიტი. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი და ვნახოთ რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. ვარიანტები უკვე დალაგებული არის, რათა დრო არ შეგაყოვნოთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ამიტომაც მოდით დავიწყოთ ჩვენ ახლა პირველი ვარიანტიდან. და ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი. შეხედეთ მეგობრებო, აქ ამოვიდა უფროსი არკანი ეშმაკი და ნახეთ რისი თქმა შემიძლია ამ არკანიდან გამომდინარე. უპირველეს ყოვლისა თქვენ ხართ ძალიან მძლავრი ენერგიის მატარებელი. არ გამოვრიცხავდი იმას, რომ ზოდიაქოს ნიშანით შეიძლება გქონდეთ ისეთი, მაგალითად ან თხის რქა, ან მორიელი ხო, ან ვერძი, ან რაღაც ასეთი ძალიან ისეთი ენერგიული განსაკუთრებული, იმიტომ რომ აი მორიელებსაც რაღაც ძალიან განსაკუთრებული ენერგია აქვთ ხოლმე თხის რქებსაც, ვერძებსაც განსაკუთრებული. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში თითქოს ან ასცენდენტში ყავთ რაღაც ასეთი ნიშანი, ან მზის ნიშანი გაქვთ ასეთი. მაგრამ რომც ეს ასე არ იყოს, იცოდეთ ის, რომ თქვენ ხართ ძალიან განსხვავებული ენერგეტიკის მქონე ადამიანი, აი ისეთი, რომელსაც ვერ დააიგნორებ, შეუძლებელია ყურადღება არ მიაქციო ამ ადამიანს. თქვენზე მაქვს საუბარი, მეგობრებო. როდესაც თქვენ დგახართ ხალხში, შეუძლებელია თქვენ ვერ შეგამჩნიონ. კი, ვიღაცას ძალიან არ მოეწონებით, ვიღაცას ძალიან არ ესიამოვნება თქვენი ენერგიები, მაგრამ ვიღაცისთვის თქვენ იქნებით ძალიან მიმზიდველი, ძალიან საინტერესო და ძალიან მომხიბვლელიც. ძალიან მძლავრი სექსუალური ენერგიებიც იგრძნობა თქვენი მხრიდან. პლუს ამასთან ერთად იგრძნობა ის, რომ თითქოს შეიძლება ახლა ცოტა უცნაურად ჟღერდეს ეს და ეგოს თვალსაზრისით თქვენ არ უნდა გამიგოთ ახლა რასაც ვიტყვი, მაგრამ თქვენ თითქოს სამყაროსთვის ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ამ ეტაპზე ხართ რაღაც განსაკუთრებული მისიის მატარებელი. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ვართ განსხვავებულები, ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი რაღაც მისია, ჩვენი რაღაც მიზნები, ხო, ამ სამყაროში და არაერთიც. მაგრამ თითქოს თქვენ რაღაც კუთხით, აი რაღაცაში ხართ რჩეული. მაგალითად, თქვენს პროფესიაში შეიძლება იყოთ ხო ძალიან განსაკუთრებული, ძალიან ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან გამოირჩევა თავის პროფესიაში, ხო? და პლუს ამასთან ერთად აქ იგრძნობა ის, რომ ახლა თქვენში ხდება თქვენი ენერგიის და თქვენი ძალის მოკრება. თითქოს აქამდე თუ თქვენ გქონდათ რაღაც ენერგიის დაცლის პერიოდი, უენერგიობა, მობეზრებული გქონდათ ყველაფერი, ახლა თქვენ გადადიხართ სრულიად სხვა ეტაპზე, სრულიად სხვა ენერგიებში, სადაც თქვენი ენერგიები მიდის მაქსიმუმამდე. და ნახეთ მეგობრებო, თქვენ ახლა ყვავი ხართ. თქვენ ახლა ყვავი ხართ, თქვენ ახლა ძალიან ანათებთ. თქვენ ახლა ძალიან მარტივად იქცევთ ადამიანების ყურადღებას, გინდათ არ გინდათ. და თქვენ შეიძლება ამასაც მკვეთრად ვერ ხედავდეთ, მაგრამ ახლა ზუსტად ასეთ ენერგიებში შედიხართ და ეს პროცესები უკვე შეშვებული არის თქვენს რეალობაში. შემდეგი აქ რა მესიჯები მოდის, იცით? ნახეთ, თქვენ აქ სამყარო მაქსიმალურად გვერდში გიდგებათ. თუ თქვენ ახლო წარსულში გქონდათ რაღაც ისეთი პრობლემა, მაგალითად, გრძნობდით იმას, რომ თქვენ გაკლიათ გვერდში დგომა, გაკლიათ სიყვარული, გაკლიათ რაღაც სახის ყურადღება. იცოდეთ, რომ თქვენ ამ ყურადღებას აუცილებლად მიიღებთ ახლო მომავალში, იმიტომ რომ აქ თქვენკენ მოდის ძალიან ბევრი მეგობრული გვერდში დგომა, ამხანაგური გვერდში დგომა, შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობების კუთხითაც მოვიდეს, რა თქმა უნდა, რაღაც ეგრეთ წოდებული საფორთი გვერდში დგომა, ხო? მაგრამ აუცილებელი ნამდვილად არ არის. აუცილებელი ნამდვილად არ არის იყოს უშუალოდ სასიყვარულო, ხო? და ნახეთ, მოდის გვერდში დგომა როგორც ადამიანებისგან, ასევე თავად სამყაროსგანაც კი. და ნახეთ აქ როგორი მესიჯი არის, როგორი ინფორმაცია მოდის. რაც არ უნდა იყოს, გახსოვდეს, რომ შენ მუშაობ საკუთარ თავზე. ჩვენ კი, ანუ სამყარო, ვართ შენი კოლეგები, შენი გვერდში მდგომები. რასაც არ უნდა აკეთებდე, ჩვენ ყოველთვის შენს გვერდით ვართ და ვიქნებით. იცით, რელიგიური ეგრეგორები ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, ახლა არასწორად არ გამიგოთ, მე ყველას თვალსაზრისს რა თქმა უნდა პატივს ვცემ, მაგრამ რელიგიური ეგრეგორები ჩვენ სულ გვეუბნებიან, რომ თავი უნდა დავხაროთ უფლის წინაშე, რომ უფალს უნდა ვევედროთ, მუხლი მოვიდრეკოთ და ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენ ეს შეგიძლიათ გააკეთოთ. გავიმეორებ, მე არაფერი წინააღმდეგი არ მაქვს თქვენი მსოფლმხედველობისა, მაგრამ შეხედეთ მეგობრებო, აქ თქვენ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ ჩვენ შენი თანასწორნი ვართ და ჩვენ შენ გვერდში გიდგებით. გასაგებია, რომ სამყარო ჩვენზე ძლიერია.
სამყარომ ჩვენზე უფრო კარგად იცის ძალიან ბევრი რაღაც, ხო? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათზე დაბლავ დგავართ. ეს ასე არ არის. ჩვენ ამას არ უნდა შევხედოთ ეგოს თვალსაზრისით და მუხლის მოდრეკის თვალსაზრისით. აქ თქვენ სამყარო პირდაპირ გეუბნებათ, რომ მე მზად ვარ გვერდში დაგიდგე და გვერდში დაგიდგები. შენ მუშაობ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე. და შენ ზემოთ, არც შენ ზემოთ და არც შენს ქვემოთ არავინ არ დგას. შენ ხარ შენ, მორჩა და დამთავრდა. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. პლუს ამასთან ერთად თქვენმა ინტუიციამ, რადგანაც ამოერჩია აი ეს ქვა, მწვანე ფლორიტი, ეს არის შემეცნების, თვითგანვითარების ქვა, კონცენტრაციის ქვა და აქ კონკრეტულად ამ არკანებიდან და ამ ქვიდან გამომდინარე გეტყოდით იმას, რომ მეგობრებო, თქვენ ახლა გჭირდებათ ის, რომ სწორად მიმართოთ თქვენი ენერგია. თქვენ გჭირდებათ ის, რომ ისწავლოთ მეტი კონცენტრაცია საკუთარ სურვილებზე, საკუთარ თავზე, არა საკუთარ ეგოზე და ეგოს რაღაც სურვილებსა და თამაშებზე, ხო? არამედ ისწავლოთ კონცენტრაცია უშუალოდ მიზნებსა და საკუთარ თავზე, იმიტომ რომ თქვენი მიზნები გახლავთ თქვენი ნაწილი არა. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, დაგემშვიდობებით და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი, ვინც ამოირჩია ქვა როდონი. მეორე ვარიანტი, ნახეთ აქ როგორი ინფორმაცია. ნუ უპირველეს ყოვლისა აქ ამოვიდა არკანი პენტაკლების მეფე და შეხედეთ განთავისუფლება. პირველ რიგში პენტაკლების მეფიდან გამომდინარე გეტყოდით იმას, რომ თუ თქვენ ახლო წარსულში გქონდათ რაიმე სახის ფინანსური პრობლემები, ან თქვენს პარტნიორს, ვისაც ყავთ რა თქმა უნდა, ეს ფინანსური პრობლემები აუცილებლად მოგვარდება, სამყარო უკვე ამ პროცესში არის, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვიცით, აბსოლუტურად ყველაფერი ჯერ ხდება ასტრალურ პლანზე და შემდგომ შემოდის ჩვენს რეალობაში, ხო? შემდგომ გადმოდის ფიზიკურ სამყაროში. ამიტომაც ასტრალურ ენერგიებში უკვე ეს რაღაც გარკვეული ფინანსური ენერგეტიკული პრობლემები გვარდება, გამოდის პრობლემებიდან. თუ თქვენ არ ყავთ პარტნიორი, თქვენ შემთხვევაში გამოდის, თუ ყავთ პარტნიორი, თქვენი პარტნიორის რაღაც ფინანსური პრობლემები გვარდება ნელ-ნელა და შემოდის უფრო მეტი დაცულობა, უფრო მეტი თავდაცვა. პლუს ამასთან ერთად აქ მე ვუყურებ საკმაოდ დაცულ ადამიანს, რომელსაც აქვს რაღაც ისეთი ან სანკაული, ან რაღაც ისეთი სიგიელიც, შეიძლება იყოს რაღაც ისეთ სიმბოლოს ატარებთ, რომელიც გიცავთ, განსაკუთრებით პენტაკლებს ვინც ატარებთ, ხო? და ნახეთ გაშვება რისი. უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ ის, რომ აქ მე ვხედავ ასეთ პროცესებს თქვენს რეალობაში, სადაც გარკვეული პროცესები უკვე შეშვებულია. თქვენ შეიძლება ამას ვერ ხვდებოდეთ, თქვენ ახლა გრძნობთ რაღაც გარკვეულ ტრანსფორმაციას, ან ტრანსფორმაციულ ცვლილებებს, გრძნობთ რომ რაღაც მიდის თითქოს თქვენგან, გრძნობთ რომ რაღაც პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ვერ ხსნით ამას სიტყვიერად, ხო? რაღაც ასეთი ენერგიები წამოვიდა. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში სიტყვიერად ვერც აიხსნება ეს პროცესი, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ეს არ არის პროცესი, სადაც გაშვებულია მხოლოდ ერთი რაღაც. აქ არის გაშვებული ძალიან ბევრი თქვენი რაღაც ტკივილები, თქვენი რაღაც ტრავმები, თქვენი რაღაც ნეგატიური ფიქრები, ენერგიები, მიდის ეს ყოველივე თქვენგან, მიდის ძალიან ბევრი ნეგატივი თქვენგან და შეხედეთ, გაშვებული არის თქვენი კონკრეტული სურვილი სამყაროში. თითქოს აი აქ პირდაპირ ხედავ ასეთ მესიჯს, რომ სამყარომ თქვენი კონკრეტული სურვილი გაიგონა, სამყაროს ესმის თქვენი, სამყარო ხედავს თქვენს პროგრესს, ხედავს იმას, რომ თქვენ იცვლებით, ხედავს იმას, რომ თქვენ ცდილობთ შეიცვალოთ, ხო? ხედავს იმას, რომ თქვენ იზრდებით, ხედავს იმასაც, თუ როგორ იზრდებით. სამყარო ყოველთვის ყველაფერს ხედავს, ყოველთვის ყველაფერს ამჩნევს, ხო? ჩვენი აზრები, ჩვენი ფიქრები, ჩვენი გადაწყვეტილებები. გასაგებია, რომ ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები, პერიოდულად ჩვენ ყველანი ვიღლებით, ხო? პერიოდულად ჩვენ ყველას გვჭირდება დასვენება, უბრალოდ გაჩერება ერთ ადგილას და ჩვენ ამის გამო საკუთარი თავი არ უნდა გავკიცხოთ. არ უნდა გავკიცხოთ, მეგობრებო, იმიტომ რომ დისციპლინით, შრომა შრომით, მუშაობა მუშაობით, მაგრამ პერიოდულად ყველას გვჭირდება ამოსუნთქვა, პერიოდულად ყველანი ვიღლებით, ხო? და სამყარო ამასაც ხედავს და იცით, აქ თქვენ სამყარო პირდაპირ გეუბნებათ იმას, რომ შენ არ ხარ ზარმაცი, საკუთარი თავი არ უნდა დაადანაშაულო, დისციპლინით, კი ბატონო, პატარ-პატარა ნაბიჯებით შეგიძლია რომ წინ წახვიდე და უმჯობესია რომ არავითარ შემთხვევაში არ სცადო რაღაც დიდი ნახტომები თავიდანვე, ცადე პატარ-პატარა ნაბიჯებით სიარული იმისათვის რომ შენი ენერგიები აღადგინო. ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით, ჩვენ ყველაფერს ვხედავთ შენს სურვილებს, ვხედავთ შენს ფიქრებს და ვხედავთ შენს სტაბილურ პროგრესს.
პროგრესისთვის პერიოდულად დასვენება ამოსუნთქვა საჭირო არის. პროგრესისთვის პერიოდულად გამიმეორებ საჭირო არის ის, რომ უბრალოდ გავჩერდეთ და არაფერი არ გავაკეთოთ. დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც კი საჭიროა. და ამის ნათელი მაგალითი არის თავად დედა ბუნება, სხვათა შორის 4 სეზონი გვაქვს, ხო? და ბუნება პერიოდულად ჩერდება, პერიოდულად ისვენებს. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ გამოდიხართ იმ ენერგიებიდან, რომლებშიც ახლა ხართ, თქვენი სურვილებიც მოსმენილია, დაიჭირა სამყარომ თქვენი სურვილები, თქვენ გადიხართ პროგრესს, სწორ გზაზე დგახართ, ამაში ეჭვიც კი არ შეგეპაროთ, თუ ეჭვი გეპარებოდათ და ნახეთ, თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე ყავთ პარტნიორი, რა თქმა უნდა, შესაძლოა რეზონირდეს ისეც, რომ აქ თქვენ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ შენ ვისთანაც ახლა ხარ, ეს არის შენი ნამდვილი სიყვარული. მაგრამ ნახეთ, ძალიან ბევრ თქვენგან თან აქ იცით როგორ მესიჯი არის. შენ ჩაფიქრებული გაქვს ის, რომ ყავდეს ნამდვილი სიყვარული, რომ იპოვა ნამდვილი სიყვარული. და სამყარო მას აუცილებლად გამოგიგზავნის. დიახ. ასეთი მესიჯი არის თქვენთვის. თქვენკენ მოდის ნამდვილი სიყვარული. და ეს სიყვარული იწყება მესგან, იწყება საკუთარი თავისგან, იმიტომ რომ პირველ რიგში აქ თქვენ გეუბნებიან იმას, რომ შეიყვარეს საკუთარი თავი და სიყვარულიც ნელ-ნელა მოდის შენკენ. მეგობრებო, მეორე ვარიანტი იყო ქვა როდონიტი. ეს გახლავთ ქვა, რომელიც გვეხმარება ნეგატივის გაშვებაში. თქვენმა ინტუიციამ ეს ქვა მოირჩია, ხო? ესე იგი, თქვენ უშვებთ გარკვეულ ნეგატივს საკუთარი რეალობიდან. თქვენ იაზრებთ მშვენივრად, უკაცრავად ვინ არის თქვენს რეალობაში, ვინ რას წარმოადგენს, რას იმსახურებთ, რას არ იმსახურებთ, როგორ დამოკიდებულებას. და თქვენგან ეს ნეგატივი მიდის. გაშვებულია ყველა პროცესები. მიენდეთ სამყაროს, უბრალოდ ენდეთ მას. სულ ეს არის მეგობრებო, წარმატებები და ნახვამდის.